მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ვისაუბრეთ ფრიად საჭიროებო საკითხზე, შევადარებთ ქართულ და Deep State-ის მართულ შევადარებთ ქართულ და Deep State-ის მართული ევრობიუროკრატიის გამოცდილებებს, ადამიანის უფლებების, აქციების დაშლის, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების საკითხებზე და დავაპარალელოთ იმას, როგორ ხდება ეს იმ ევროპაში, რომლის ბიუროკრატიით უნდა მიგვითითებენ, რომ ჩვენთან დემოკრატიის უკუსვლა, ადამიანის უფლებების მხრივ უკუსვლა და ასე შემდეგ და როგორი პრაქტიკები არის საქართველოში. ამ ყველაფრის საფუძველი გახდა გორში მომხდარი ინციდენტი, სადაც რამდენიმე სამართალდამცავმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელზეც ყისიერად დაიწყო გამოძიება და მეორე დღესვე უკვე დაკავებული და მეორე დღესვე უკვე დააკავეს ის სამართალდამცავები, რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას, რაც ძალიან კარგად აჩვენებს სახელმწიფოს იმ როლს, რომელიც უნდა იყოს მოქალაქის დაცვის და საკუთარი ინსტიტუტების მოფრთხილების კუთხით, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ არის აუცილებელი წინაპირობა, რომ შენს დაქვემდებარებულ ინსტიტუტებში იყოს წესრიგი და როდესაც რაიმე გადაცდომა ხდება, იმაზე იყოს რეაგირება და მეორე, რა თქმა უნდა, სამართლიანობის ნაწილში, როდესაც მოქალაქეზე რაიმე ტიპის უსამართლო ქმედება ხდება, ეს იყოს გამოძიებული და კანონის წესით იყოს ყველაფერი გასწორებული. და ამის საპირისპიროდ ჩვენ ვუყურებთ მაგალითად დანია წინა გადაცემაში ვახსენეთ რა, მაგრამ იმიტომ ვახსენებთ, რომ დანია იყო ბოლო ესეთი ძალიან ღია ადამიანის უფლებების ხელყოფა, რაც ვიხილეთ, სადაც მაგრამ ზოგადად მოდი ვთქვათ ლიბერალური დემოკრატიის და ამ ევრობიუროკრატიის დამცველი რაღაც ესე იგი ძალოვანი სტრუქტურები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ერთი უტყუარი ჭეშმარიტება და ერთი აქსიომატური რამ. ნახებაჩო ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ამაში გავითვალისწინოთ, როდესაც შენ ქმნის სამართლებრივ სახელმწიფოს, როდესაც შენი სახელმწიფო დაფუძნებული არის ინსტიტუციურ წესრიგზე და შენ გაქვს გარკვეულწილად ღირებულება და სისტემა, შენთვის მაგალითად ხო მიზანი არის კეთილდღეობა, მიზანი არის სამართლიანობა, მიზანი არის რიგი საკითხები და შესაბამისად შენ აღარ ხარ უკვე ჩამოკიდებული სხვა ძალოვან სტრუქტურებზე, რას გულისხმობ რა? ეს არის ძალადობრივი გაერთიანების, ძალადობრივი სტრუქტურის ფუნქციონირების მექანიზმი. როდესაც შენ უკვე ვეღარ წირავ შენიანს, იმიტომ რომ შენ დაცვა გჭირდება, მე სხვა აღარ დაგიცავს, მიხვდი? რადგანაც ევრობიუროკრატია მთლიანად დაფუძნებული არის, ესე იგი დაამტკიცოს, რომ თეთრი არის შავი და შავი არის თეთრი. აქედან გამომდინარე, შენ როდესაც ძალას გადაამეტებ იქ და მაგალითად პოლიციელი საშინლად მოიქცევა და შემდეგ მას დასჭი, სხვა პოლიციელი უკვე შეიკავებს თავს მსგავსი ქმედებებისკენ და შენ ვეღარ განახორციელებ იმ არასწორ პოლიტიკას, რომელიც აშკარა არის, რომ თავს მოხვეულია ხალხზე, რის თქმა მინდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი რა არის პრო-პალესტინის აქციები. მე არ მინდა ამერიკულ გამოცდილებაზე ვილაპარაკო, მთლიანად ევროპულ გამოცდილებაზე ვილაპარაკო. ჩვენ ვიცით, რომ ალბათ ევროპელი ახალგაზრდების მე ვამბობ, არ ვიცი რამდენად აღსანიშნავი არის აქ ეთნიკურად ევროპელი ახალგაზრდების. აღსანიშნავია ნამდვილად. კი ბატონო, 90% პლუსით მხარს უჭერს პრო-პალესტინას, მეთანხმები? ნუ ჩემ დათანხმება რადგან ფაქტია. ალბათ 95% პლუსით, თუ არ არის რაღაც, ევროპაში საჯარო სივრცეში ლიბერტარიანელი, პრო-ამერიკელი, ნეოკონი ახალგაზრდა არ არის. ეს მარტო ქართული დამახინჯებული ფენომენია, რომელიც ბენდუქიძემ და ლევან რამიშვილმა და ამ რაღაცა თავისუფლების ინსტიტუტმა და ამ სიგიჟეებმა შექმნა, თორე ევროპაში ეს ფენომენი ესე არ ჩნდება. აი ხა მითხარი, როდესაც პრო-პალესტინის მხარდამჭერ აქციას არ ბევ. მშვიდობიან აქციებს არ ბევ. ეს ხო არის შავზე თეთრის დამტკიცება, იმიტომ რომ ყველანაირ ევროპულ გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეკრების და გამოხატვის მანიფესტაციის, ანუ ყველაფერს ხო ეწინააღმდეგება და მით უმეტეს ეწინააღმდეგება შენი ხალხის ნებას და მისწრაფებებს და როდესაც ამას არ მევ, ეს არის მთლიანად თავს მოხვეული. ამიტომ გჭირდება შენ კრიმინალური, ანუ ეს არის გარკვეული წილად აი განგსტერული კრიმინალური სინდიკატის ქცევა რა, როდესაც შენიანები ყავს გვერდზე და კი არ ჯი პირიქით ახალისებ. და ამის მაგალითი გვაქვს ჩვენ
უახლოეს წარსულში მიშა სააკაშვილი, სადაც აქციების დარბევის წინ მაგალითად დათა ახალაი ამბობს, მეტი დაკავებული, მეტი დასახიჭრებული, მეტი ნაცემი, მეტი პრემია. და ეგ თავიდან ბოლომდე პირველ რიგში არის პოლიტიზირება სამართალდამცავების და სპეცრაზმის, იმიტომ რომ როდესაც შენ მწვანეს უნთებ სახელმწიფო ისეთ ტიპის აქციის დარბევას, რომელიც მშვიდობიანი არის თავისი ფორმით და გამოხატვით, მაგრამ აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი და შენ ყოველგვარი საფუძველის გარეშე ეუბნები სამართალდამცავ, შენ შეგიძლია ხა მიხვიდე და ყველანაირი ხერხით, მათ შორის ძალადობრივით აღკვეთო. ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკურად იყენებ ამას, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებ, შენ პოლიტიკურ თვითგამოხატვას უზღუდავ შენს მოქალაქეს და ამ შემთხვევაში ჩვენ რატო ანუ ამერიკა რა მხრივ აიცი აქ სწორად სახსენებელი, რომ ქართველი ლიბერალები თუ ოპოზიციის სპექტრი მუდმივად სწორებას აკეთებს ამერიკას და ამერიკულ დემოკრატიაზე. და მათ ეს ძალიან მოწონთ და ძალიან უყვართ და ამერიკა რითიც არის ერთ-ერთი გამორჩეული არის ის, რომ მას საკუთარ სამართალდამცავებზე აქვს ისეთი ტიპის დაცვითი მექანიზმი, რომ არაერთი ახმაურებული საქმე ყოფილა, როდესაც პოლიციელს მოუკლავს ქუჩაში შეუიარაღებელი ადამიანი და შემდეგ ის არ დასჯილა, იმიტომ რომ ზუსტად მაგ მეთოდით უდგებიან, რომ ჩვენი სამართალდამცავი ყოველთვის არის მართალი. და ესეთი არის 99% შემთხვევების, რომელიც გახმაურებულა და რომელზეც ფილმები გადაუღიათ თუ ჰიმნები დაუწერიათ და ასე შემდეგ და პოპ კულტურაში არის ასახული, აგერ ჯორჯ ფლოიდი იყო ბოლო ალბათ ეგეთი გახმაურებული, თორემ მაგის მერე კიდე ბევრი მოხდა, აგერ ის ქალბატონი როდესაც ჩაცხილეს, ანუ საიმიგრაციო სამსახურის ანუ ის კი არა რომ რაღაც სასჯელი კი არა, არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. იმიტომ რომ ესეთი პროტექციონიზმით აქვთ აღვლენილი თავიანთი პოლიტიკა და ამას არ ცვლის არც ერთი პრეზიდენტი და ანუ ყველა ადმინისტრაცია ამაზე ამბობს, რომ კი ეს არის რაზეც ამერიკის кейსი, ამერიკის ქართულ იმაზე რატო გავაკეთე ეს კომენტარი, რომ ანუ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე მეც ყვირის ხოლმე საქართველოში, რაღაცა პატარა გადასტომაზეც კი. ტარს როდესაც უკრავს ამერიკულ დემოკრატიას, მაშინ მათთვის უნდა იყოს ეს აბსოლუტურად მისაღები. მე რომ ეს არის მისაღები, მაგრამ მათი პრიზმიდან და პერსპექტივიდან, მაშინ ტაში უნდა დაუკრან, ხო, ეხა პოლიციელმა თუ იძალა და მე ანუ ამერიკაში რაზეც სანთელს ანთებენ და გულზე ხელს იდებენ და ჰიმნზე ფეხს ედგებიან, ის მათი პრაქტიკული გამოცდილება ეს არის. და მაშინ რანაირად, ანუ იქ თუ ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილი არის, აქ დიქტატურის ნაწილი როგორ ხდება? ეს იმიტომ რომ ჩვენი ლიბერალების პროვინციალიზმს აღწევს. იცი რა არის ბაჩო, აი მეც მინდა ერთი-ორი კომენტარი გავაკეთო უშუალოდ საკუთრივ ამერიკულ გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ამერიკული გამოცდილება კიდე საერთოდ ფუნდამენტურად სხვა. ამერიკაში მოქმედებს ალბათ ეგეთი პოლიტიკურ-ფილოსოფიური დისკურსი, რომ ესე იგი პოლიციელზე ხელის გარტყმა ნიშნავს სახელმწიფოზე ხელის გარტყმას. პოლიციელი, ანუ მისი პერსონიფიცირებული პოლიციელი არის სახელმწიფოს გათანამბრებული სიმბოლო. შესაბამისად, მას აქვს უფლება მაგალითად მოეჩვენოს და ძალიან ბევრი ესეთი ფაქტი ყოფილა განსაკუთრებით ჩავკანიანებთან მიმართებაში, როდესაც ის ჯიბიდან ტელეფონს იღებს, ან სავარცხელს იღებს, ამების ფილმებიც არის გადაღებული და როდესაც ეგრევე თავში ესვრიან. ჩვენ ვნახეთ ბოლო ყველაზე გახმაურებული ალბათ ის იყო ICE-ის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა რომ ქალს ესროლა მანქანაში და თან ძალიან ბრუტალური მეთოდებით და სიმართლე გითხრა ემოციურად რთული საყურებელი ვიდეო იყო ძალიან და მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ დაუმორჩილებლობა. ალბათ წვრილმანი ხულიგნობის კალიბრი არის ჩვენთან საქართველოში, ხო? და ამის გამო მოკლეს ის. ეხლა შეხედე, შენ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ქართველი ლიბერალები, რომლებისთვისაც ესე იგი რელიგიის დონეზე აყვანილი ამერიკის იდეა ზოგადად არასახელმწიფოებრიობა, ამერიკის როგორც იდეის არსებობა, ისინი მხარს უჭერენ მსგავს რამეს და ჩვენთან ესე იგი მე მახსოვს ჯერ კიდე 20 ივნისის აქციები რო იყო
რო იყო ბათუმში რაღაც არეულობა ჯეტია რო ითამაშეს და ქალაქი გადაწვეს მაგ პერიოდიდან უნდათ რომ ესე იგი ალბათ ნაცების დაკვეთა ეს იყო რომ იცი რა არის ჩვენ თუ ვერ ვწორდებით და უკეთესები ვერ ხვდებით მოდი ჩვენ არის შესაძლებელი დავაშვებით და ჩვენ არის ცუდები გავხადოთ რა ეხა ახლანდელი მმართველი უნდა და მე მახსოვს რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ უნდათ ქართულ ოცნებას აქცია დაერბა ეს იყო მათი მოტო მათი თვითმიზანი მათი დევიზი აქცია დაერბიათ რეებს ამბობდნენ, კარავი რო დაუშალეს და ეს რა გვიქნაო პოლიციამ დააგვანგრიაო და განგვაგრიაო. ეს გრძელდება, რომ რაიმე უბედურ შემთხვევაზე დაერქმიათ ის, რომ ეს არის ახალი გირგულიანის საქმე. რაიმე ტიპის აქციის დაშლაზე დაერქმიათ, რომ ეს არის 7 ნოემბერზე და 26 მაისზე უარესი. მუდმივად ხო ეგ იყო რა, რომ ანუ ჩვენზე ცუდები ხართ. მაგის ცდელობა რომელიც რასაკვირველი არც ერთხელ არ გამოვიდა და ვერ გამოვა, იმიტომ რომ რაღაცა ეხა ეგეთი არასწორი როდესაც ცდილობ რომ იყოს საკუთარი ნარატივის გავრცელება შეუძლებელი არის, ხო? ვინმეს გონებაში ეგ შევიდეს და დაფიქსირდეს რომ ის სიმართლე ეს ყოფილა როცა აბსოლუტური საპირისპირო მდგომარეობა არის და საქართველოში ან ჩვენ მათ შორის ახლა პოლიციელების ამბავს ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად მივაბად თუნდაც კორუფციაზე დაკავებული მაღალჩინოსნების ამბავი, იმიტომ რომ ნაცების ის იყო რა ქვია არგუმენტი, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს, ნაცების არგუმენტი იყო, რომ აბაო კეზერაზე რაღაც გვახსენებთო რა ჩვენო რა და ძალიან დიდი განსხვავებაა მან იმას გახსენებთ, რომ კეზერა ჯერ ესერთი არ დაუკავებიათ, კი არ დააკავეს, აღაზევეს. სრული ძალაუფლება მიცეს, სახელმწიფოს სახელით რეკეტი ქონდა გამწვანებული, ბიზნესების ახევა ქონდა გამწვანებული და ჯარი რო გაქურდა ის ფული ძალიან კარგად გაატანეს, როდესაც ხელისუფლებაში და იმ ფულით უკვე კოლცენტრების თემა ამუშავა. მე შემდეგ ევრობიუროკრატიამ ხელი დააფარა და ექსტრადირება არ მოახდინა ჩვენთან სისხლის სამართლის დანაშაულზე მსჯავრდებული ტიპი ლონდონში მოძრაობდა ბრიტანეთის ასანქციებს, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე და მათ შორის თავიანთივე სატელევიზიო გამოძიებით გამოაშკარავებული კოლცენტრები თავიანთივე, იმიტომ რომ BBC სახელმწიფო ტელევიზია. კი, ყავთ იქ ძალიან ხელდაფარებული, იმიტომ რომ მას ძალიან კონკრეტული მიზნებისთვის ხარს უჭერს ევრობიუროკრატია და იყენებს პაიკად საქართველოში. და რაღაც შორს მიდიხარ ვაფშე რა საჭიროა ესენი ევროპარლამენტმა პირველი რეზოლუცია რო გამოსცა 300-ზე მეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა. კეზერაშვილი იყო დევნილი მედია პერსონა და ბიძინა ივანიშვილი იყო დიქტატორი და ოლიგარქი. ანუ და მიშა სააკაშვილი იყო მიშა სააკაშვილი იყო პოლიტპატიმარი. ამას რო დაგიწერენ, ეს მახსოვს მე რომ პირველი რეზოლუცია იყო. ამას როცა დაგიწერენ, ბაჩო. აი მე არ ვიცი რა რო გითხრა რომ გრავიტაცია არ არსებობს, რო გითხრა რომ დინარებმა აღმა უნდა დაიწყონ სვლა. აუ იგივეა რა. იგივეა, მართლა იგივეა. არა, მან რომ მე რაღაც მართლა ისეთ დაწერონ სწორი და რაღაც სწორად ეხრო დაწერონ რომ ბაჩო შეიძლება მეგრელი იქ დავეჭუდები რომ შეიძლება რაღაცაში მე ხო არ ვარ შესაძლოა უნდა გამოვიკვლიო მაშინ ჩემი საგვარეულო ხო? ხო და ანუ განსხვავებით მაგალითად ისევ ნაცებისგან, რომელსაც ევრობიუროკრატია მაშინ ხარს უჭერდა და საერთოდ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებიათ, რომ აგერ თქვენთან რომ მოხდა ან ადამიანის ფლობის დარღვევა, ან რაღაც ბიზნესის რეკეტი, ან როდესაც კორუფციაში არის რაღაც შემჩნეული, ამაზე რატო არ ახდენთ არანაირ რეაგირებას და თქვენი შიდა კორუფციის გამოვლენის კუთხით რატო არ მუშაობთ? საპირისპიროდ ქართულმა ოცნებამ გამოავლინა ვინც გამოავლინა იმას კანონის ძალით ზუსტად ის შედეგები და ის პასუხი გაეცა და დაუდგა, როგორცაც ითვალისწინებდა სახელმწიფო, ხო? ამიტომ როგორ შეიძლება რომ შეადარო მსგავსი რამ, ანუ ყოველთვის როდესაც ნაცების გამოცდილებაზე ნაცები გეუბნებიან, რომ აი აქ რაღაც უარესი ხდება, პატარაზე როგორც კი შეხედავ და გაიხსენებ და შეადარებ მან ხვდები რომ ანუ ძალიან დიდ ბლებთან გაქვს საქმე და ცას და დედამიწას ადარებენ და ჩვენ ისევ რომ ევროპულ საკითხს დაუბრუნდეთ ანუ ჩვენ ევრობიუროკრატია მუდმივად გვეუბნება ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით
რომ ერთი რომ კარგად არ ვებძვით კორუფციას, მეორე რომ მედიის თავისუფლებას კარგად არ ვიცავთ, მესამე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას არ ვაძლიერებთ, მეოთხე რომ ადამიანის უფლება და გამოხატვის თავისუფლება არ არის საკმარისად დაცული, როდესაც ხედავთ რომ ამ აქციას მართავს რაღაც რამდენიმე ათეული კაცი ისე რომ თან გზებს კეტავენ და ამის ახსაკვეთად რომ დანარჩენი მოსახლეობა დაეცვა სახელმწიფოს, რომ შემოვიდა ის კანონი, რომელიც გიკრძალავს შენ, რომ თუ არა ხარ საკმარის რაოდენობა იმის, რომ ბუნებრივად გადაკეტო გზა და ისე კეტავ, შესაბამისად აჩერებ ქალაქს ფაქტიურად მაღაზე გეკუთვნის ან ჯარიმა და თუ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში და რეციდივის შემთხვევაში მე უკვე რამდენიმე დღიანი პატიმრობა, ამაზე დრაკონული კანონები. და ბაჩო, რატო მოწონთ ეს? ანუ ნახე იდეალური თვითვიქტიმიზაციის საკითხია სამდღიანი პატიმრობა, 3 დღე და ისეთ ადგილას დარჩები, რომ მეტი არ შეიძლება იმის გამო, რომ გმირად გამოხვიდე იქიდან. დრო დადგებით, რომ რა თქმა უნდა, ანუ იდეალური თვითვიქტიმიზაციის ინსტრუმენტი არის მათთვის. ეხლა უყურებთ ხო ბაჩო, მართლა ამდენი ხანი რა ხდება, მართლა რაც სოდვა ტრიალებს იქ. აი მართლა რაც სოდვა ტრიალებს, ჩვენც ალბათ აღარ გვაქვს უნარი უკვე, აღარ გვაქვს ვერბალური აპარატი, აღარ გვაქვს აი ეს ლინგვისტურად ვეღარ გამოვხატავთ, აღარ გვაქვს სიტყვათა მარაგი, ყველაფერი დავარქვით, აი ეს ვიდეო რო არის რა, მაიმუნების აქცია, ზომბები ვითრო მოდიან. ნუ მარტო მაგათ რო დააკვირდები, რა ხალხი, რა კონტინგენტი დგას ეს ყოველდღიურ რეჟიმში. მერე ამას დაემატა მათში სექსუალური სკანდალები, ესე იგი ერთმანეთს რო აუპატიურებენ, ან რო აშანტაჟებენ, ან რო აბრალებენ. ერთიც, მეორეც და მესამეც ერთმანეთზე უარესი, ან გინდა ეკ-ყოფილა და გინდა არა, გინდა გაუპატიურებით, გინდა არა, ან გინდა დაუბრალებიათ. ანუ რაღაცა ცოდვა ტრიალებს მან ფაქტია და რა გააჩერებს, თან არიან ღვთისპირიდან ამოვარდნილები, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ადამიანმა, რომელმაც ანუ თქვენ ეთყობა მაყურებლებსაც მივმართავ შენს, მე ამას ძალიან დიდი ხანია ვაკომენტარებ და ეთყობა, კარგად კიდე ვერ გავიაზრეთ, ამაზე ფილმიც გადაღებაც შეიძლება. ადამიანმა გამოიტანა მაცივარი ციხიდან, გესმით? არა წიგნები, არა ტანსაცმელები, ეგეც არ არის. ტელევიზორიც გამოიტანა, მაგრამ გვახსოვს ის, არა ტელევიზორი, მაცივარი, გესმით? ანუ ეგეთ ადამიანს რო ეთყვი ეხა ეგ რა კატეგორიის რა გაქანების რა სამყაროს ლიმიტები აქვს ხო ხდები ალბათ მაგიდას ვერ დგავდა თავის ოთახი არ ვიცი ნუ სადმე ეზოში მაგიდას ვერ გადაწევდა თავის ნებაზე ამ ადამიანს დომინოს ვერ მოურევდა ამ ადამიანს დააჯერეს რომ შენ წყვეთ საქართველოს ბედს წავიდა და აბა გამოვიდა მაცივარს ამას მიეცე ხა 5 მაცივარი რას გიზავს იცი ჩაგარტყავს თავში ეგრევე ჩაკუჩს უკნიდა უკვე 5 მაცივარზე რას ამბობ და აი ამ ხალხზე ვლაპარაკობ თორე ხა ნიკა გვარამია ხო მაცივარზე არა ნიკა გვარამია რაღაცა პენტჰაუსზე ჩაგარტყავს ხო და შესაბამისად ჩვენ რომ მართლა რაც რეალური ანალიზი რომ მოვახდინოთ ევროპული გამოცდილების თანამედროვე განსაკუთრებით ბოლო ათლეულის თუნდაც ამერიკული გამოცდილების და შემდეგ შევადაროთ ეს ქართული ოცნების მმართველობის 14 წელს ჩვენ დავინახოთ რომ მართლა ის ცნობილი ფრთიან გამონათქვამად ქცეული რომელსაც ძალიან ბევრს ქილიკობდნენ ნაცები ფრაზა არის აბსოლუტურ ჭეშმარიტება რომელიც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც თქვა რომ ჩვენ დემოკრატიით გავაოცებთ ევროპას იმიტომ რომ ეგრე გამოვიდა უბრალოდ მან ერთი შესწორება ევროპის გაოცება აღარ გვჭირდება იმიტომ რომ ევროპა ერთი რომ ანთროპოლოგიური ევროპა ანუ იდეა ევროპის რაც მოგწონდა ყველას და რაც იყო რისკენაც მივისწრაფოდით ის იშლება რჩება ევრობიუროკრატია ანუ deep state-ის ევროპული რედაქცია რომელიც თვითონვე ანადგურებს ევროპას აღარ გამოხატავს ის ევროპას და ჩამოშლის პირას არის ჩვენ ვნახეთ კრიზისებზე ჩვენ ვნახეთ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ესე იგი როგორ კაბალურ პირობებში ჩააგდეს და როგორც თავიანთ მოსახლეობას თვითონვე ლიდერშიპმა და წარმომადგენლებმა როგორ გაუძვირეს რესურსები, როგორ თქვეს უარი მხოლოდ და მხოლოდ ღირებულებების გამო ადამიანის უფლებები ირღვევა უკრაინაში და ამის გამო გაზზე თქვეს უარი და გაუძვირდათ 10 ჯერ.
15-ჯერ, რაღაცეები 700-ჯერ, ბაჩო. და ესე იგი ფაქტობრივად სრულიად ახალ ეკონომიკურ იდენტობაზე გადავიდა ევროპა. შემდეგ 45 წლის კრიზისი უკვე ხელმეორე და ფაქტობრივად და ამას დაემატა ამერიკის ახალი ნაციონალური უსაფრთხოების გეგმა, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ნატოს აღარ ვარჩენთ და ევროპამ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ანუ ევროპას ეგეთი შავი დღე და შავი პერიოდი ალბათ ბოლო პერიოდში არ ქონია და ჩვენ ნამდვილად ნუ გასწავლიან ჯერ თავიანთ თავს მიხედონ გასწორდნენ წელში და მე მივიღებთ თუ რჩევას რა თქმა უნდა და არა დირექტივას კი ბატონო და თუნდაც პარლამენტის წლის დასაწყისის ძალადობრივი აქციები რო გავიხსენოთ სადაც აგრეთვე მიდიოდა იმას საუბარო აი არც ჯიან არავის იმიტომ რომ ანუ ამათ ხო ის არ აქვს რაღაცა გამოძიების სტანდარტი დადგინდეს ზუსტად და გარემოებები დადასტურდეს და ასე შემდეგ. რომელიც აგრეთვე ის სპეცრაზმები რომელმაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას და არათანაზომიერი ძალა იხმარეს აგრეთვე მიეცენ პატიმრობაში. ამაზე ეს უკმაყოფილებას გამოხატავს ოპოზიციური სპექტრი, გეუბნება რომ დროულად არქენ. და დროულად ანუ პაკაზუხურად უნდა გექნა რა ესე იგი და ანუ ამას გეუბნება ის ხალხი ვინც ის კი არა რომ სპეცრაზმა ძალას გადაამეტა ადამიანი რომ მოკლეს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით სანდრო გირგულიანის ზის ამბავს გულისხმობ რასაკვირველია. შემდეგ ამისთვის კონსტიტუცია შეცვალეს. ყველა ლიდერშიპი ეთერ დარბოდა და მკვლელებს ამართლებდა და ციხეში მართლა საჩვენებლად რომ ორი ტიპი შეიყვანეს. ისეთი პირობები მოუწყოს რომ რა ვიცი ხა ეგეთ ციხეში ჩაჯდება აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვისაც ეთქვიროს აი მაგრამ მოგხედავ და ფული შენ არ მოგაკლდება და ოჯახის ყოფილს დაგიტოვებ და როსან ვეხა მჭირდება რა მაგრამ მალე გამოგიყვან და მე იმენა იქნები ძალიან მაგარ პონჩი ხო ანუ ჩვენ ხო ანუ სულ მაგაზე გვიწევს რა სამწუხაროდ დღემდე გვიწევს სწორება იმიტომ რომ ვინ გვაძახებს ხო უსამართლობაზე ვინ გვაძახებს რომ რაღაც სწორად არ ხდება ის ადამიანები ვინც თავის დღე და მოსწრება სწორი ნაბიჯი არ გადაუდგიათ და ადამიანურთან დაახლოებული საქციელი არ ჩაუდენიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ახლა რო არიან და ამიტომ მუდმივად მაინც მათთან პაექრობა გამოგვდის ესე ვერბალური გინდა არ გინდა მაგრამ ნუ თავი და თავი ამ ყველაფერში რასაკვირველი არის deep state-ს მართული ევრობიუროკრატია რომელიც ამაზე ანთებს მწვანეს რომელიც შენ გეუბნება როდესაც შენ კანონს აღავლენ შენ სამართლიანობას აღავლენ რომ ეს არის ძალიან ცუდი შენ აქ დააშავე შენ უკან დახიე შენი ქვეყანა როდესაც თვითონ აშავებენ თავიანთ ქვეყანაში როცა ხდება ასეთი რაღაცა იმას საერთოდ კომენტარი არ არის იმიტომ რომ მარტივად რომ დავაკვირდეთ თუნდაც რა ტიპის აქციები იშლება ევროპაში ეს არასოდეს არ არის აბორტის მხარდასაჭერი აქცია არასოდეს არ დაშლება. ეს არასოდეს არ არის რაიმე ტიპის სექსუალური უმცირესობების თუ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მხარდასაჭერი აქცია არასოდეს არ დაშლება. და ეს არასოდეს არ არის ისეთი აქცია რომელიც რაღაცა ტიპის გაცხადებულ deep state-ისთვის მისაღებ establishments უჭერს მხარს არც ერთ ესეთ შემთხვევაზე სპეცრას თუ პოლიციას რასაკვირველია ძალა არ გადაუმეტებია მაგრამ როდესაც უკვე სხვა ტიპის აგერ პრო-პალესტინის აქციები გაიხსნა იმიტომ რომ ბოლო ერთ წელს განმავლობაში ყველაზე მეტი ეგ დაშალეს ევროპის და ამერიკის მასშტაბით იქ რასაკვირველია ძალის გადამეტყევსა და ამაზე არავინ არ ისჯება განსხვავებით საქართველოსგან პრინციპში ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა რო დავასრულოთ მე შეჯამებას გავაკეთებ რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტები და ესეთიკური რელატივიზმი პოლიტიკაში ძალიან ცუდია. მე თუ სადმე მახსენდება ორმაგი სტანდარტები პირველი არის ჩვენ გარშემო ეს არის ოპოზიცია, ჩვენი ოპოზიცია, რომელიცთვისაც რუსეთი ხან შეიძლება ხან არა, როგორც თვითონ აწყობთ, მაგალითად ამის კარგი მაგალითი იყო ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ამბობდა რომ მე რუსული კულტურის შვილი ვარ, მაგრამ ასევე სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ პრორუსულს, ჩერგოლეიშვილი, რომელიც რუსეთს აკრიტიკებს, არაფრის მიყიდვა არ შეიძლება თვითონ განცემა გაყიდა, ის ხალხი, რომელიც პოზნერს, ანუ ვერ ხვდები რა, რატო შეიძლება მოგივარდნენ პოზნერს, მიუვარდნენ დაბადების დღის გადახდაზე და თვითონ იღებენ თურმე რუბლებში, ელენე ხოშტარიას გულისხმობ, ფულს რუსეთის ბიუჯეტიდან პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოკლედ მივდივართ იქამდე რომ ნახეთ ჩვენთან
არსებობს კანონის უზენაესობა, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, რაც არ უნდა მათ იძახონ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის არალეგიტიმური მმართველობა და ასე შემდეგ. ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ესე კარგად სოფლიო ტექტონიკურ ძვრებში და ამ პერიპეტიებში ჩვენზე კარგად ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ უვლია. ჩვენ გადავრჩით საოცრებას, რომ ვარსებობთ სახელმწიფო, ან ჩვენი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, ან არ ვიცი, დაინგრეოდა ქალაქები ყველაზე ცუდ შემთხვევაში და ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ამას დამატებული ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტებას ჩვენ დავიჭირეთ. მაგალითად, ჩვენივე გუნდის წევრები, მინისტრები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ კორუფციაში, გარკვეული ტიპის დანაშაულებებში და შესაბამისად ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა. და ასაც არ შემიძლია არ გავიხსენო კაპიტოლიუმზე თავდასხმა, როდესაც ლეტალური გასროლით მოკლეს იქ აქციის მონაწილეები და რომელზეც ბაიდენის ადმინისტრაციას საერთოდ არანაირი პასუხისგება არ მოუთხოვია იმ სამართალდამცავების მისამართით, რომელმაც სისტყვია გაისროლეს და ყვითელი ჟილეტების აქცია იყო, სადაც პარალელურ რეჟიმში ჩვენთან 20 ივნისის პერიოდი იყო. გახარეს რომ თვალხარია შეარქვეს, მაშინ თუ არ ვწდები 20-ზე მეტ ადამიანს იქ ამოეთხარა თვალი, ამოუვარდა თვალი. ვინც კი სადმე კომენტარი გააკეთა, რომ მოდი პრეზიდენტის სასახლესთან მივიდეთ, ან რამე დაიჭირეს, სასტიკად სემეს იქ, დარბევა იყო თუ იყო აი ეგ და იქაც რა თქმა უნდა პასუხი ისე არავის მოკითხულია. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ევროპული ბიუროკრატიისგან არავის ან კრიტიკული მიმართვა, ან შენიშვნა, ან საყვედური არ გამოუხატავს და სწორედ ეს ადმინისტრაცია იყო, რომელიც საპირისპიროდ ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდ დღეში ვარდებით ქართულ აქტივისტებს. კარგით, მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. გაგებრძანებით.